განადგურდა. Ამასთან რუსეთი და ამერიკა არიან რომლებიც რეალურად რჩებიან მოგებულები ამ რუსეთი იმიტომ რომ ნახევარ უკრაინას გაიფორმებს რაც უკვე ტრამპმა თანხმობას კი განაცხადა იმიტომ რომ თქვა რომ შეიძლება მარტივად უკრაინა გახდეს რუსეთიო ის განცხადებას რომ აკეთებს ასეთ თუ პერიოდში და ვითარებაში ამაზე ძალიან მარტივი ინტერპრეტაცია შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და რაც შეეხება წინა ადმინისტრაციამ რაც აკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ და Deep State-მა ამ შემთხვევაში BlackRock-ის ხელით იქნებოდა ეს თუ პირადად ბაიდენის მცდელობები კორუფციული გარიგებები დაედო უკრაინასთან ეს ფული ხო თავის მხრივ შეიჭამა უკვე და ეხლა ტრამპი თხოვს რომ შენ ყველა წიაღისეული რაც კი გაქვს იმ დახმარების საპირწონე რომელიც ამერიკამ გაგიწე ეხლა ჩემ პირობებში მე ეს უნდა დავბრუნო ანუ იდეაში ზელენსკიმ დაისვა ყველაზე ცუდი გარიგება რაც კი selvfølgოდა მას დაიგებოდა მე მაგას კი ბატონო კი ეგა რასაკვირველია და ყველა და უყურე დღეს უკვე ზელენსკის მხარდაჭერა ის განსაკუთრებით ისეთ ხელაღებით მხარდაჭერა როგორიც ეს ხდებოდა ქართველ ლიბერალებში თუ დასავლურ მედიაში და აი შევჩენკო რო გამოხდა ბიჭო რომ მე ზელენსკის უჭერო მხარსო და კალაძეს არ ველაპარაკე კალაძეს ხო